ის რაც აგვართ. ისე ამ შენობას მეორე წელია რაც ვიცნობთ პირველად რომ გადმოსახლდნენ უსახლკარო ოჯახები იმ დროიდან აქ ვართ რა ანუ გქონდა კომუნიკაცია და რაღაც ერთი თვე არის დაახლოებით რაც დოკუმენტური სიდეა დაგვებადა გავაფრთხილეთ ეს ოჯახები ეს ადამიანები ვინც აქ ცხოვრობენ ეს არის ყოფილი კარდიოლოგიური შენობა დათანხმდნენ დიდი სიამოვნებით და ნუ ერთი კვირაა მიმდინარეობს ეს გადაღებები ყავს გმირების შერჩეული რომლებიც იქნებიან ძირითადი გმირები ფილმის და გარდა ამისა სიუჟეტები ცხოვრების სამსახველი კადრები როგორ რითი არსებობენ რითი ერთობიან რა აწუხებთ და ასე შემდეგ ხო სულ ეს არის ეს ოთახი დავითმო ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა იმისთვის რომ გავჩერდეთ აქ ჩვენ აქ ცხოვრობთ მე და ვატო აქ ვჩებით ერთი კვირა ცოტა მეტი რაც აქ ცხოვრობთ ამ ოთახში დავიღეთ დოკუმენტურ ფილმს ან იდეა ჩვენი იყო ის რომ გვეცხოვრა ზუსტად ისეთ პირობებში და ისეთ მდგომარეობაში როგორც აქ ცხოვრობენ ეს ხალხი იმისთვის რომ უფრო შიგნიდან კარგად დაგვენახა მათი მდგომარეობა რა და რასაც ჩვენ დავინახავთ მე აგვესახა და ფილმის საშუალებით სხვებამდეც მიგვეტანა ვითარება და მდგომარეობა იმდენად ძიმეა რომ ძალიან გადააჭარბა ჩვენ მოლოდის ყველაზე მძიმე არის თვითონ ის რომ გარდა იმისა რომ პირობები არის ფიზიკურად გაუსაძლისი თვითონ ამ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, გარიყულობა საზოგადოებისგან აშკარად იგრძნობა რა თითოეულ მონაკვეთში და თითოეულ მომენტში აი გარე სამყაროსთან მათი ურთიერთობის იქნება ეს ბავშვების შემთხვევაში, უფროსების, მოხუცების თუ ასე შემდეგ. ანუ ამას ვამბობ, იქნება გამომდინარე, რომ როდესაც დავყვებით მათ და ვუღებთ კამერით, ბევრ ასეთ შემთხვევას ვაწყდებით რა. რომ ანუ ეს უსახლკაროა ზოგადად გარეგან როგორც წესი ჩანს რაღაც სხვანაირად და გონია რომ არის რაღაც თვითონ ადამიანს როცა უწოდებ უსახლკაროს უკვე გონია რომ ის უცხოა რა შენთვის რა გაუცხოებას იწვევს თავისთავად ეს ტერმინი გონია რომ შეიძლება იყოს ვიღაცა საშინლად სხვანაირი ადამიანი ვერ წარმოგიდგენია რომ შეიძლება შენნაირი იყოს და აი აქ როცა ცხოვრობ ხვდები როცა აქ უშუალო ურთიერთობა გაქვს ხვდები რომ ეს ისეთი პრობლემა არის მით უმეტეს ჩვენთან რომ ნებისმიერ ჩვენთაგან შეიძლება აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში რომ აქ არიან ადამიანები რომლებსაც არაჩვეულებრივი ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდათ საკმაოდ შეიძლება ოჯახები ყავდათ თუმცა მოუწიათ ესეთ მდგომარეობაში სხვადასხვა მიზეზებით აღმოჩენა ეს იქნებოდა საბანკო სისტემის გამო, თქვათ იპოთეკების გამო თუ საპროცესო შეთანხმებების გამო ამ მიზეზებს არის ძირითადად ხო ეს არის ავადმყოფობის გამო ავადმყოფობა არასორი ჯანდაცვის სისტემის გამო და ასე შემდეგ და მაშინ იმასაც დავამატებ რომ აი მე და ვექაც საუბრობდით ჩვენ გაკვირვება გამოიწვა იმან რომ ხშირად ძალიან ბევრი ადამიანი ვინც გავიცანი და ვინც ურთიერთობა ჰქონდა არის ძალიან გახსნილი კომუნიკაბელური და ხშირ შემთხვევაში გაცილებით უფრო სიცოცხლით სავსე და მოწყურებული აქტიურ ცხოვრებას ვიდრე აი გარეთ ჩვენ საზოგადოებაში ადამიანები რა ამიტომ ამ ადამიანებს აუცილებლად ჭირდებათ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები და ის ელემენტარული პირობები რომელიც საშუალებას მისცემს რომ თავისი რაღაც შინაგანი პოტენციალი გამოავლინა და რეალიზაცია მოახდინა თავისი უნარების ხო ეგრეც უჭირს ეს საზოგადოებაში გასვლა კი რა თქმა უნდა ეხლა სახეზე არავის არ აწერია რომ ის გარემოში ცხოვრობს ხო მაგრამ როგორც შენს თვითონ გზნობენ შინაგანად და თავს ისე სუდაც რომ გონიათ რომ ვერ იტევდებიან ჩაგეტილობას იწვევს ეს გარემო